მშვიდობა მეგობრებო, დღეს მე ისევ ვაგრძელებ ხილებას სამწუხაროდ მიხდება ასეთ რეჟიმში, რომ სულ ესე იგი რაც უფრო მეტ სიმართლეს ამბობ და ეს ბუნებრივიც იქნებოდა და მე ეს ვიცოდი, რომ ესენი კიდევ უფრო გამძლავრდებოდნენ, გამრავლდებოდნენ ჩემ წინააღმდეგ და მე სხვა იარაღი არ მაქვს გარდა აი ამ ეთერისა და მხოლოდ სიმართლის თქმისა. მოკლედ მეგობრებო, როგორც წინა ვიდეოში გითხარით და წავაწერე უბრალოდ რომ ესენი ერთი ლაჩრის არ იყოს, მე თუ ვერ მომერია, მე სხვასაც დაუძახებ და მოდი აბა თუ მაგარი ბიჭი ხარო ისე დავით ჭაბუკაშვილმა დაუძახა თავის მეგობრებს. ნუ რა თქმა უნდა და ისევ საპატრიარქოს სექტიდან და დაიწყეს ისევ ჩემს წინააღმდეგ ასე ვთქვათ ჭორების, პასკვილების ასე ვთქვათ დაყრა. ეს ისევ და ისევ ის სოსო ჯაჯანიძეა, რომელიც შარშან წინ ასე ვთქვათ, რომ აქტიურად მეომებოდა, ესე იგი, და როგორც კი გამოვიჭირე, ნუ ეხლა დაანჩენი, იცი თქვენ წინა ვიდეოებში რაც ვილაპარაკე, ის იყო მეტი არც მოიმატებია, არც მომიკლია მაგას. და ამან ახლა 5 დღის უკან ეს პოსტი დადო ჩემს შესახებ, ძალიან ვრცელი ახლა ეს რო გავშალო, მე ვერც წავიკითხავ. და ნახეთ, ფის მგმობელი უმეც არის შარლატანი დავით თორდია. და მე აქ წერია რომ მას ზედაპირული განათლება ყველაფერში და ისე აქვს მას ქარიზმა და თავის საუბედური შექმნა პირადი აყვანისმცემლების სექტა, რომელთა ხარჯზე ცხოვრობს და ამის პასუხები მე იმ ვიდეოში გაგეცით. ყველაფერი და ასე შემდეგ და ესე იგი საინტერესო, ნუ არაფერს საინტერესო არ იყო, აქ უბრალოდ არც იყო გასაკვირი, რომ დავით ჭაბუკაშვილმა კიდე ავტომატურად უცებ გააზიანა ეს პოსტი. თვითონ ვერ აკეთებდა. მაგრამ თვითონ რაც გააკეთა, ხო გახსოვთ აი პოსტი რო დადო ჩემზე, სექტანტებიო, ნუ ვითომ ყოველმომის თავმჯდომარე სახალდაგვარს ეს დილაჩარი ხარ. პირში რო ვერ უნები კაც და აი ვითომ აფორიზმები და რაღაც ეპითეტები რო ამბობ ვითომ. ხო და აგერ ეს რა ქვია, სხვისი გაზიარებული დადო თანაც, გააზიარა ამ სოსო ჯაჯანიძე. სოსო ჯაჯანიძე მე გითხარით ვინ არის და რაც წარმოადგენს. ახლა უბრალოდ ცოტა დავაკონკრეტე კიდე და ბევრ რაღაცებს კიდე გავიგებთ აქ ჩვენ. აი აგერ დავით ჭაბუკაშვილის ასე ვთქვათ გვერდი და როგორ აქ უცებ გადაზიარებული. ნუ მოკლედ, ეხლა ჩემო მეგობრებო, იცით რას გეტყვით? ეხლა მე აქ კიდე აი ამათ წრეში, ასე ვთქვათ, ამათ წრეში სრულიად შემთხვევით წავაწყდი მე ასეთ სიმბოლოს და თქვენ კარგად იცით რომ ეს სიმბოლოებს ვნადირობ საერთოდ, ნუ რაზე არ ვნადირობ, მაინც. ხო, აი იმიტომ რომ ეს მერაბშონია, რომელიც ასე ვთქვათ ამ ტელევიზიაში ხშირად ვძახებენ და ეს არის მამული TVM თუ რაღაცა. ეს თუ არ ვთქვი ბობოხიძეა გვარადეს კაცი და ამის ტელევიზია თუ როგორ არის, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, ახლა მაინტერესებს სიმბოლო. რას ნიშნავს აი ეს სიმბოლო, რომელშიც შიგნით ჩახატულია ბორჯბარი, ხო? მაგრამ ეს გარეთ რას ნიშნავს? ჩემო კარგებო, გარეთ რაც არის ვარსკვლავი რაღაც წვეტიანები ჯობს, 7 ქიმიანი, ხო? კი ბატონო. მოდით ახლა ბარეგან კიდევ ერთი ვნახოთ, ეს არის მიხეილ ბენდუგიცეს გვერდი, ეს 6 ქიმიანია. ხო და ეს არის დავითის ვარსკვლავი და ეს ური არის და ეს გასაგებია, ხო? მაგრამ აქ სიმბოლოებით მინდა საუბარი, ეს ხო ვიცით. მაგრამ მოდით ახლა ვნახოთ ეს რაღა არის. ისიც 7 ქიმიანია, ესეც 7 ქიმიანია. თუ კარგად დავაკვირდებით, აქ უბრალოდ რაღაც ვარირებას აქვს ადგილი, გადამოუბრუნებულია, ხო? გადამოუბრუნებულია. აჰა, კი ბატონო. კარგით. ეხლა ნახოთ და მე ეს არის ქართული ოცნების გერბი. აბა ეხლა ამას თუ იცნობთ ამ კაცს. ეს გახლავთ, ჩემო კარგო, კიდევაც მწერალიც, კიდევაც მოჭადრაკეც, კიდევაც მაგი, კიდევაც დედატირებული ალისტერ კროული, რომელმაც 1907 წელს გააჩინა, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია ვერცხლის ვარსკვლავი.
ეს ის დედატირებულია, რომელმაც ასე ვთქვათ, მე ერთ-ერთ მხილებაში, ახლა მე ლინკს გაჩვენებთ, ან დავდება აქ და შეგიძლიათ იქ ნახოთ ყველაფერი. სწორედ ასე რომ ზიარების სიმბოლიკა და რიტუალი და ყველაფერი კიდე ამაზეა გადაბული და იმიტომ გეუბნები. და ვისაც აინტერესებს გადადით და ნახეთ ამ ლინკზე. და აი ეს ჩემო კარგო ოცნების კიდე მაისური და ეს ხომ პირდაპირ ოცნება არის. მამული ტივის რო აქვს. ეს ხო იგივე არის ხო? ეს არის უბრალოდ გადმობრუნებული დიდი ის არ არის აქ. კომპოზიცია მაგრამ ზოგჯერ იცით როგორ არის? აი ოცნების იმას ზოგჯერ ასე იხატება და ზოგჯერ თავდაყრდნობა კიდე. აი ეს გახლავთ სატანისტი, ეს სოფლიოში ცნობილი სატანისტი და დანარჩენ როგორც ხარ იმ ფილმში უყურებ და ნუ მოკლედ ახლა მე რატო გეუბნებით აი ამ სიმბოლოები და ამით იმართება რამდენჯერ მithmams ხო? ამიტომ ყველას გამოუჩნდება კუდი. გახარია რო იყო, გახარიას კიდე ლოგო კიდე რო გავხსენი, რა ქვია, გერბის ლოგო რო გავხსენი, მაშინ კიდე ხომ გასაგები იყო და ბევრის. საერთოდ აი ესე ხდება მათი გამოჭრა რა. თუ ვინ არის საიდუმლოდ ვინ უდგას იქიდან იქ ვინ მისცა ასე ვთქვათ ნებართვა ხელწერილობით თუ ზეპირზე მაგას არ აქვს მნიშვნელობა. გესმით, ეხლა სად ვარ და სად ვბანაობთ. ხო, ეხლა ჯაჯანიძემ რაც ეხლა დადო რამოდენიმე დღის უკან ჩემზე და იქ მეხსყავოსანს იყო დაწერილი მოკლედ. ესე იგი ეს აიღო იმ ვიდეოდან, სადაც მე ესე იგი ვამხელდი იმ გვერდს, Facebook გვერდს, რომელიც სულიერების რაღაცა რო ეწერა და პატრიარქზე რაღაც ისეთ სურათები ედო რა ამაზრზენი და ისა გამიგეთ რომ და მე წარწერები ქონდა ისე მე მიყვარს პატრიარქი და არიქა და ყველა რო ესე იგი აზიარებდა დიდი სიამოვნებით და რომ ამით აგოიმებენ ხო საგოიმეთია ხო მაგას და ურჯულოები ხო გახსოვთ ეს ფილმი ხო ახლახანს აღვთი რომ აი ეს გამომეტანა სააშკარო იმიტომ ეს ის რაც Facebook-ზე ესე იგი როგორ გითხარ ლიწილ-ლიწილით გადადის იქით-აქეთ ერთმანეთში აზაზიარებენ იდიოტურად გაუფიქრებლად აი დაუფიქრებლად ორი წამსაც არ ფიქრდებიან ეგრე ადგებიან და გადააზიარებენ გადმოაზიარებენ ერთმანეთში და მე კომენტარები კიდე რომ წაიკითხა გიგე მოკლედ ნუ ხალხო ძალიან სერიოზულად აგვაქვს არხეული რა ძალიან სერიოზულად ეხლა მოდი განახოთ თუ ვინ აკეთებს ამას ეს არის დაგვიდით ზემოთ საპატრიარქოს მცველები გერბიც არის ყველაფერი ეხლა შეგიძლია შეხვიდეთ ამ გვერდზე და დაათვალიეროთ აი ეს არის ჭინკების გვერდი ჭინკების გვერდი ხალხო რომელიც როგორ აი გვაბითურ აი кайფობენ აი ჩვენზე кайფობენ გეუნები აი როგორც ეს დიდი ალბათობით ჩემის ასე ვთქვათ აზრით ეს უფრო ურიული გვერდია ურიების შეკვეთა არის რომ აი ეს რაღაცები იჩარჩენ მხოლოდ ისინი кайფობენ ამას მხოლოდ მათ დაწერეს კიდევაც ბიბლია კიდევაც ყურანი ყველაფერი და აი გვაჩხუბებენ ერთმანეთს ის რაღაცა წამს იმის რაღაცა წამს და აი მოკლედ როგორ გითხარ აი დაგვცინიან ხალხო დაგვცინიან თუ რას გვაჭმევენ აშკარად თან ამას ბალავენ ხალხო პირდაპირ ეხლა ამაზე უფრო დიდი აშკარად რა გინდა კაცო და თქვენ წარმოვიდგინეთ ჯაჯანიძე აი ეს სოსო ჯაჯანიძე იმაზე კიკრინც არ აძრავს ხალხო გესმით ეხლა იმაზე თუ რამდენი შეურაცხყოფა მიაყენეს თუ რამდენხელა შეურაცხყოფა მიაყენეს რა თქვენ წარმოვიდგინეთ ამას ესე იგი ეს გვერდი დღესაც არსებობს ოფიციალურად და ამაზე მქონდა მე გამახვილება და მე იმ ხალხზე რომელიც ამას აზიარებდა აქ დაპოსტილებს საერთოდ ამას ნახეთ საპატრიარქოსის სააკაგერო ნახა რა ამ ხარა ბანერია გამოჭებული ხო მთავარ გვერდზე და ესენი ავრცელებენ იმას თქო რასაც იქ საზეჟღობა განახეთ და ამაზე კლინტი რა გძუნ იმის მაგივრად რომ საჩივარი შეიტანონ ეს ოფიციალური გვერდია რაც საჩივარი შეგეტანონ შენ აძირალავ შენ
და ლაჩარო კიდე. მე კი არ უნდა გაგეტანე ჩემი საკითხი, ასე თქვა, თქვენს ტელევიზიაში თუ სადაც დაავალეთ ყველას და ინჭორბიუროსავით რო ავცელეთ ყველა ეკლესიაში და ყველა მრევლთან. ჩემს აუბს ვითომ. ხო? აი აქ უნდა შეგეტანათ. განაცხადი, საჩივარი. უნდა მოგეძებნათ ესენი ვინ არიან? ესენი უნდა გადაგეცათ ანათემად. მაგრამ ესე ჩათალახი რო ხარ, აიმიტომ ახლა მე კიდე თავი შევიკავი და არ ვანახე ის, რაც ყველაზე საზღარი იყო. და ახლა განახებ კიდე რაზდებს ეს. აი ამ გვერდზე რადებს. და ამის გაზიარებულები კიდე ბევრი ვიცი მე, ვინც ამას აზიარებდა. არა, აიმიტომ დასამცირებლად. უბრალოდ იმიტომ რომ ვერ მოტვინა რა იყო აქ. და აი ამათ არ უჩივით. ამათ კი არ ლანძღავდა, ამათ მტერში კი არ განგალავდა, როგორც მე ისე. თქვენ ქრისტეს მკვლელებო თქვენ და ზვიადის მკვლელებო თქვენ და საქართველოს მკვლელებო. ჩემს გიღარ მაგარი გული ხო? აი რამხელა ლაჩერები ხარ და რამხელა ურჯულოები ხარ თქვენ. ამას არა პროტესტებთ. კრინტიც არ გითქვია ბიჭო, მაგათი დღესაც ფუნქციონირებს ესა გვერდი. დღესაც აკვეყნებს კიდე რაღაცებს. ურჯულოებებს. ეს დაიყურეთ და მე თავს დამესხენ რატომ იცით? თქვენ რო გამხილეთ იმიტომ. თქვენ რო გამხილეთ ურჯულოებაში იმიტომ. ეხლა ნახოთ ერთი ეს ვინ არის ეს გახლავთ ეს არის ჩოლოყაშვილის საზოგადოების უფროსი შემოკარგო და ეხლა ეს არის ძველი ვიდეოა, მაგრამ მოდით ეხლა მოვუსმინოთ ერთი ამას სად რას ამბობს სიმფლელობა. მე მინდა აი მერაბის გარდაცვალების დღეს ერი და ბერი ერთ აზრად იყო, რომ ეს იყო მოწამეობრივად აღსრულებული მამულიშვილი. ამას ადასტურებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და ბატონის ზვიად გამსახურდია და მე მინდა ეს ორი ციტატა წავიკითხო, რომელიც შინაარსობრივად ერთმანეთის თანხვედრია. აი ეს არის ილია მეორის ნათქვა. ეს 21 ოქტომბერს მისი დასაფლავების დღეს. ეს მთელი ქართველი ერი ემშვიდობა თავის საყვარელ შვილს, მერაბ კოსტავას, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მოწამეობრივად განვლო და მოწამეობრივად აღესრულა. ეს არის აღიარება და ალბათ მომავალში იქნება უკვე მისი შერაცხვაც რა. დღეს ზეციურ საქართველოში აღდგომა და ამაღლებაა მისი. ღმერთმა შეგვასწრო სრულიად საქართველოს ერთობას, რომელსაც შეეწირა იგი ჩვენთან არს ღმერთი, არს და იყოს. აი ეს არის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის შეფასება, ანუ სასულიერო მთავარი იერარქის შეფასება და უმაღლესი იერარქის შეფასება და მე მინდა გითხრათ, ეხლა ზვიად გამსახურდია შეფასება და ფაქტიურად ბატონი ზვიად გამსახურდია იმ პერიოდში უკვე წარმოადგენდა ხელისუფლებას, იმიტომ რომ კომუნისტური ხელისუფლება უკვე იყო დაკნინებული და გამოდის რომ ეს ხელისუფლების შეფასებაც არის და ეროვნული ძალების მთავარსარდლის შეფასებაა რა. ძმანო, დღევანდელი დღე 9 აპრილის ტოლია. ღვთის დიდება გადმოვიდა საქართველოს. აი როგორ შეეფერება ზეციურ საქართველოში აღდგომა და ამაღლებაა მისი ილია მეორე ბრძანებს და დაზბრძანებს ზვიად გამსახურდია. ღვთის დიდება გადმოვიდა საქართველოსზე, ძმანო, რამე თუ ამაღლდა დიდი ქართველი და დაჰნათი საქართველოს, ვითარცა წამებული 9 აპრილისანი და მოგვიწოდებს თავდადებისაკენ, მამულის სიყვარულისაკენ და ურთიერთ სიყვარულისაკენ. ამას მოგვიწოდებდა მერაბი, ამას მოგვიწოდებდა ზვიადი, ამას მოგვიწოდებს კათოლიკოს პატრიარქი. აი მე მერაბის ციტატა მინდა მოვიყვანო, თუ როგორ მოგმართავს იგი ჩვენ. ჩვენ უნდა მიუტევოთ ერთმანეთს გუშინდელი შეცდომები, დღეიდან კი ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ცხოვრება, რომელიც მხოლოდ სამშობლოს საკეთილდღეოდ იქნება მიმართული. ჩვენ თუ ეს ვერ შევძლებთ ქართველებმა, მაშინ ჩვენ ისევ დამარცხებულები გამოვალთ და კვლავ დამხობილი იქნება მტრის-ფეხებული საქართველო. მე დაარჩევი საზღვრებს მოვუსმენთ, მაგრამ ეხლა ამისი მანიპულაციას დააგვირდა ხა. ესე იგი, მერაბი ზვიადი და ამათი მკვლელი ერთ ხაზზე მოიყვანა. ვითომ ეხლა როგორ არიცით? ეხლა ის მკვდრები არიან ორთავის საწყლები, მათ ხო ველაპარაკებ ეხლა, პასუხი რო გასცეთ ამან, ხო? და აი ეს, ვინც ორთავე მოკლა. ო, დიახ, ორთავე მოკლა. ხო, კი. მეორეც, ის მერაბიც, კი. არიცოდით, ხო? არიცოდით, ხო, ბევრმა. გენებავ დოკუმენტები.
თუ არ დამბლოკეს, მაგასაც განახილ. მოკლედ, ეხლა ეს ისეთ манипуляციას უკეთებს ახლა ამ ხალხს, რომ ესენი ერთი იყვნენ, ერჭკუაზე იყვნენ, კაცო. ეს უმაღლესი იერარქია არისო და მის ნათქვამი დაემთხვა ყველაფერსო და არა და სწორედ ეს იყო გეოჭარტურიასთან კიდევ, რომ მერაბსა და ზვიას შორის შუხს აგდებდნენ. მაგრამ ვერ გამოვიდათ და იმხელა იყო მათ შორის ის მეგობრობა, სულიერი მეგობრობა. მე მართლა გაავრცელეს ეს ჭორი. მართლა გაავრცელეს. მაგრამ ბევრი ხანი ვერ იწიალა ამ ჭორმა, იმიტომ ხალხმა მაინც არ დაიჯერა. გესმით? არა მაშინ ხო იმუშავეს მაშინ და ხომ იმ ბაზაზე ხომ ბევრი შეაცდინეს ხალხიც. და ბევრი კიდე ხო დაიღუპა ამისგან. ეხლა სინამდვილეში განახოთ, ეხლა ეს ვინ არის? ეს უსვენოთ ეხლა მას, ეს არის მონანიება 1991 წლის, როდესაც ზოზი ჯეჯანიძე დაიჭირეს, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია იყო, გაშანშალებული ოპოზიცია, ყველა დიდ ასე ვთქვათ, თანამდებობის პირებთან, ვინც პუნქტის წევრები იყო, ყველასთან კარგად იყო და ამ მშვენივრად ძალიან ახლოს იყო თანაც. მე ეს დაიჭირეს და ეხლა ვითომ მონანიება, ეხლა იმაზე უდევს იქ, რა ქვია, ნაწერი რა როგორ თქვა, მონანიების დროს როგორ ხდება ვითომ, ხო იცით ახლა. ნუ ამას ამბობს ახლა, რა როგორ ხდებოდა. ბატონო, მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ამბოხება, რომელიც დაიწყო 19 აგვისტოს და დიდი ხანია მზადდებოდა უკვე. დიახ, მე არა მარტო თვალმხილველი ვარ ამ ამბოხების, არამედ უშუალო მონაწილეც და მონაწილეობა მაქვს მიღებული მის მომზადებაშიც და თვითონ ამ ამბოხებაშიც. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი შეცდომა და მე ეს ვაღიარე ქართველი ერის წინაშე და მე ამის არ ვცხენია, რადგან კაც თავის შეცდომის აღიარებაზე უნდა იყოს ნება და ვაჟკაცობა. ხედავ ხა რა ისე თქვა, ისე მოიხადა ბოდიშიც, ჩარიპიტა რა. იმიტომ დაწერილი აქ და ისა რალალა მომნანიებელს გავს ახლა ეს. მან კიდე რა მოინანია, როგორც კი დაამხეს, ზვიად გამსახურდა, ისე მაგალთან იყო მაგის შემდეგ. უბრალოდ ილიასთან. ხო, საზოგადოებაც ჩამოაყალიბა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ილია ხომ ის იყო ახლა ძმაკაცი. ზვიადის, ხო? ბატონებო, შეთქმულება მზადდებოდა გამიზნულად და მიგი მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლების დამხობას. პირველ პერიოდში, ანუ ივნისის დასაწყისში, შეთქმულები თავიდან იკრიბებოდნენ ზურაბ წერეთლის, ჩვენი მოქანდაკის და მხატვრის ბინაზე ბაგებში. აქ იკრიბებოდნენ თენგიზ კიტოვანი, გოგი ხოშტარია და მე იმიტომ დავყვებოდი გოგი ხოშტარიას ყველგან, რომ არა მარტო მისი თანაშემწე გახდით, არამედ მისი დაცვის უფროსიც ვიყავი. და მე ამ შეთქმულება და იქ იკვეთებოდა აზრი იმისა, რომ საქართველოში უნდა დამხობილიყო არსებული ხელისუფლება და მის მაგალითად უნდა მოსულიყო უფრო დემოკრატიული, როგორც ისინი ეძახდნენ ამას. შეთქმულებმა გადაინაცვლეს თენგიზ სიგუას ბინაზე. აგრეთვე შეთქმულები იკრიბებოდნენ მინისტრთა კაბინეტშიც თვითონ თენგიზ სიგუას ყოფილ ოთახში. შემდგომ ამისა, ბატონებო, უკვე 23 სექტემბერს თენგიზ კიტოვანმა აიღო ტელევიზია. ტელევიზიასთან მე უკვე აქ ხვდებოდი ისეთ პიროვნებებს, როგორიც არიან ნათაძე, იმნაძე, გიული შარტავა, მარგიანი, აგრეთვე კვარაცხელია, ესენი ყველანი ერთად იკრიბებოდნენ. და გიული შარტავა ვინ არის დღეს? იმნირად არის გამოცხადებული. ნათაძე, იმნაძე, გიული შარტავა. ხო? ნათაძე, იმნაძე, გიული შარტავა. ესე იგი, ჩემო მეგობრებო, როგორც გეუბნებით 33 წლის უკან ურემი რო გადმოატრიალეს, იმის შემდეგ ეს სიმართლე არავის ფეხზე არ წამოუყენებია. არავის. და ისევე პირქვე ამხია და მე ამ გადმობრუნებულიდან ვინც გამოძრნენ და როგორც გამრავლდნენ, სწორედ იმათი ქვეყანა გვაქვს დღეს და იმის შედეგია ის რაც არის დღეს საქართველოში. თბილისში კონკრეტულად ეს ხელის გულზე ვხედავ ყველაფერს. რა მოდგომაც მოვიდა იმ დროს, იმ მოდგმის გაგრძელება არის ეს შთამომავლობა. ქარმა, შვა, ხარიშხალი. ეგ არის და ეგ. ზუზნეობა, უკულტურობა, ქვეყნის ღალატი, რომელიც უკვე კამფეტი ჭამასავით იქცა. და ის მარაზმი, რასაც ჩვენ ვხედავთ იქ ახალგაზრდებისაგან და უფროსებისაგანაც.
და იმ ინტელიგენცია, რომელიც იმ დროსაც ინტელიგენცია იყო გაყიდული და დღესაც კიდე ნახევარი, თითქმის ასე ინტელიგენცია, რა ვიცი, დღეს ყველას ინტელიგენციაზე ზახია. ამას წინათ სუფრაზე ვიყავ და უბრალოდ წყლის თავზე და იქ ერთმა თქვა ასე რაღაც შიულშა, ხო, მოსაგონარი ხო უნდა გვეთქვა რა, ვინ საქართველოსთვის დაიღუპა და ასე შემდეგ და ასე. ჩემთვის გმირი არ არის, მე ვთხარი შიულშატავა. როგორ ყველას გაუკვირდა კაცო. როგორ და მე ვთხარი აგერ რამოდენიმე მეტრში მიწაში წერს მე ვთხარი ჩემთვის გმირი. გოჩა ესებულა. რომელმაც უდიდესი გმირობა ჩაიდინა, უდიდესი გმირობა. მილიონების საქმე რო გააკეთა ის კაცი. და სწორედ რომ 31 რიცხვში მოკლეს გოჩა ესებულა, როდესაც ზვიად გამსახურდიას იუბილის აღსანიშნავად მედიოდა. კაცი, რომელმაც მილიონების საქმე გააკეთა. და ის დაკრძალულია როგორც ტერორისტი და როგორც მოღალატე. და შიულშადოვა, რომელიც ღალატობდა ზვიად გამსახურდიას, იმ მთავრობას, იმ ჩვილ მთავრობას, რომელიც ჯერ კიდე ფეხზე კიდე არ იყო დამდგარი. აი კურკურებდნენ შევარნაძესთან და ილიასთან. მაგრამ აი იმ გადაბრუნულ ქვეყანაში ვარ და იმ გადაბრუნულ ქვეყანაში გინდა გმირსაც შევრაცხავ და გინდა გამოვაცხობ და როგორც გინდა ის. გესმით? ესე ჩემთვის გმირები არ არიან. და არც ისინი კიდე, ვინც აფხაზეთში ასე ვთქვათ, ომობდა. რატომ და დაიღუპა. რატომ? იმიტომ რომ მეც კიდე ბევრჯერ ვთქვა, იმიტომ 6 წელიწადი სამეგრელოში ესენი რასაც აკეთებდნენ, ამის შემდეგ გადავიდნენ იქით. და აქ რა იყვნენ მაშინ? აქ რასაც აკეთებდნენ, ამას სახაც რა დაარქმევთ თქვენ? თქვენ რას დაარქმევთ? და მე რე გახდნენ გმირები? ასე რომ, ნუ კარგით, ახლა ეს გაგაცანით, ეგრე ჟულშატავას ამბავიც გითხარით, მოკლედ, ამიტომ ეს მე თავიდანვე მითხრა, უпростоრად როდესაც უпростоრად მე რო ვუთხარი ჭაბუკაშვილს, თავიდან მე რო ვუთხარი, ვინ არის თქვენთან? ვინ არის თქვენთან თქვა, ვინ ერთიანდებით თქო. ვიღაცა თქვა და მე სოსო ჯაჯანიძე, რომელი სოსო ჯაჯანიძე მეთქი და ასეოდა. ბიჭო, მე ვუთხარი ის ჩემი მტერია, ასეა, ესა ერთი ამბავი მეთქი და არაო კაცო, ისო ეხლა გეგმავსო, ნახეთ ახლა რა მითხრა. ისო გეგმავსო ეხლა ეკლესიაში წმენდის იმასო რაღაც ოპერაციას ასე ვთქვა. გამიგეთ? აი ეს. აი ჯაჯანიძე. რომელიც ილია მადიდებელია და აი ესე ატყუებენ ახლა ვითომ ამათ, ისინი ვითომ მემატყუებენ და მე ასე გააბიტურებენ, მე კიდე ხავ. და კაცი როგორ გეუნებით ახლა მე იქ ვიდეოში რაც ვამხილე ის გვერდით და მე ის ჩემი საცოდავი მეგობრები კიდე რომელიც ავტომატურად აზიარებდა და მე ის სხვები კიდე ვინც აზიარებდნენ აი ეს სისრულელეს, იდიოტიზმს, გასალანძღავს, ხო? იმაზე აი სიტყვა არ არის მიწერილი. ისინი ისედაც არ არიან ფილებული კაცო. მე გამომაჭენა და მე შარლატანად გამომაცხადა. აი ამ ნაძირალა მამა. ამათ არის მიბული ახლა ჭაბუკაშვილი კიდე და ხო ახლა რა თქმა უნდა ახლა ვინც კი 33 წლის განმავლობაში ამათ ხელი საცეცებიდან გამოსულა, აგერ ხო ხედავთ ტივი მამული კიდე განახეთ, ეს გერბი კიდე განახეთ, ახლა ვისი მხარდაჭერა იქიდან კიდე ხედავთ ჩემო კარგო ოსტენის მხარდაჭერა, ხო გიცით ახლა ესე კარგად ბანებთ ფრანცკას, ხო? ასე და ისე თქვენ ყველას მოგეწოდეთ. ის დიდი ტყუილები და ის ასე ვთქვათ მის გაერთიანება კიდე როისაც გაერთიანებენ, ბევრს გაერთიანებენ. კი, ვიცი. ყველა ამისია და იმიტომ. ამისია. ამ ილომზავრისა, ამ ილიასია ყველაფერი, ჟვიადის და მერაბის პულელისა. და ყველა გაყიდულები არიან. 33 წლის განმავლობაში არ დარჩა არავინ, ვინც არ გაიყიდა. ხო გეუბნებოდი, არც ერთი ორგანიზაცია, პოლიტიკა, პარტია არაფერი არ არსებობს, თუ ამის ნებართვით არ იქნა გაправებული. ნებადართული. აი ამიტომ დღესდღეობით უმედობაში ვართ. თუ დაისახა იმედები კიდევ ნახოთ. დაველოდოთ ჩემს განცხადებებს. ეხლა კი კარგად ბრძანდებოდეთ. აი ეს ბანდა არის, ახლა რომელიც უკან ვინც დაუდგება ამათ,
დიდ საქმესაც გაკეთებენ, თქვენ კი წინ სულ სხვა ხალხი გეყოლებათ. თუმცა არც ეს დამალავს თავს. რა, ძაღვი გაუჩნდება შუბლზე თუ რა. კარგით მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდეთ, კიდე მოვალ შეხვედრამდე.